სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყველას გვახსოვს, ვიცით, რომ როდესაც უფალი იწყებს მოღვაწეობას, პირველი მის სიტყვები რა არის, რომელიც მანამდე იოანე ნათლისმცემელმა წარმოთქვა, რომ სასუფეველიც ის არის მოახლოებული. სასუფეველი ნიშნავს სამეფოს და ჩვენ მამაოჩვენოშიც ვითხოვთ. მოვედინ სუფევა შენი, ვითხოვთ სამეფოს. რას ნიშნავს სამეფოს მოთხოვნა, რას ნიშნავს მოახლოებულ არ სასუფეველიცად? და ქრისტემ ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა დღეს და ნათლისღებისას უფალი იწყებს იმ მისიის შესრულებას, რისთვისაც მოვიდა და პირველი რასაც აკეთებს, განაცხადებს, რომ მოხდეს დაიწყოს ჩვენი მეტამორფოზა, ანუ სინანული რამე თუ სასუფეველიც ისა მოახლოებული არს. და კიდევ ვიმეორებ, ერთ-ერთ მთავარ სათხოვარად, რაც ჩვენ ღვთის წინაშე უნდა გქონდეს, სწორედ ეს არის, სასუფეველი დამკვიდრდეს, მოვედინ სუფევა შენ. ამით უფალი გვეუბნება, რომ ადამიანთა თანაცხოვრების პრინციპი არის იერარქიული. სასუფეველი ნიშნავს, რომ იქ არის მეფე და ეს ვერტიკალი არსებობს და ეს იერარქიული პრინციპი დაცული არის. ეს არის დაცული ყველგან, ოჯახში, სამსახურში, ნებისმიერ ადგილას იერარქიული პრინციპია დაცული, ყოველთვის ვიღაცას ემორჩილება. რატომ? რომ ამის გარეშე ჯერ ერთი ანარქია დადგება და მეორე, ესეთი არის ღმერთი. ჩვენ ხო ღვთის ხატი და მსგავსი ვართ. ღმერთი ასეთია. მამა, ძე და სულიწმინდა, სამპიროვნება, ერთარსება, ღმერთი თავის შიდა ცხოვრებაში ურთიერთმორჩილებით ცხოვრობს. ურთიერთობა არის ყოფიერების სათავე. ღმერთი არის ურთიერთობა შიდა ცხოვრებაში. ასეთია ყოფიერების სათავე და ეს ურთიერთობა რად იწოდება? ყოფიერების სათავე რად იწოდება? სიყვარულად. რა შემთხვევაშია შესაძლებელი სიყვარული, როცა ერთი მეორეს ემორჩილება. ჩვენ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ სასუფეველი სამეფოა და რაღაც დროს მეფეა. აქ მეფობაში კი არ არის საქმე. აქ არის ადამიანთა თანაცხოვრების პრინციპში საქმე. ნებისმიერი თანაცხოვრება იერარქიულია. არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო თვალსაზრისით მეფეა თუ დემოკრატიული წყობილება, არ აქვს მნიშვნელობა, იქმნება ყველა შემთხვევაში იქნება სახელისუფლებო ვერტიკალი. ყველა შემთხვევაში ნებისმიერ რაც არ უნდა ულტრადემოკრატიული სახელმწიფო იყოს. ესეთი არის ადამიანის თანაცხოვრება და თანაარსებობა. სხვანაირი არ არსებობს. თუ ის რაიმე სხვანაირია, იწყება კატასტროფა. ამიტომაც ნახეთ პავლე მოციქული რას ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის. და იმასაც კი ამბობს, რომ ტყუილ უბრალოდ ხმალი არ აქვსო მას. ანუ ეს ვერტიკალი რომ დაცული იქნას. ჩვენ ვიტყვით, ეს ძალიან კარგი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანს დაცემული ბუნება აქვს. შესაბამისად, ის რასაც ქმნის, ყველაფერი ცუდია. ან ცუდში იმდენად არის შეზავებული, რომ კაის და ცუდის გარჩევა შეუძლებელია და სამყაროში უამრავი ბოროტება არსებობს, უკვე პირველი ადამიანი გაჩენილი თავის ძმას ვეკლავს. ხო და როგორ შეიძლება თუ ყველაფერი ცუდია, რასაც ადამიანი აკეთებს, ნებისმიერი ესე იგი ვერტიკალი ნებისმიერ სოციუმში, ოჯახიდან დაწყებული, დამთავრებული სახელმწიფოთი კარგი იყოს და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს კარგია. ჩვენ ვამბობთ, რომ დიახაც ნებისმიერი ადამიანური საქმიანობა, რადგან ადამიანს დაცემული ბუნება აქვს, ცუდია და ამიტომაც ბევრ რამეს განსხვავებით საუბრობთ ხოლმე ქრისტიანები. მაგალითად, როცა საუბარია ოჯახზე, ჩვენ ოჯახის პარალელურად საუბრობთ ქრისტიანულ ოჯახზე, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ოჯახი. სხვა საკითხია, რომ ის ძალიან გავს ხოლმე ჩვეულებრივ ოჯახს. ჩვენი ურწმუნოების გამო, ქრისტიანების ურწმუნოების გამო, თორე ქრისტიანული ოჯახი საერთოდ სხვა რამეა, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახი. რაც სამწუხაროდ თვით ეკლესიაში დაბადებულმა ოჯახებმაც კი არ იციან და გაცნობიერებული არ აქვთ. უფრო სწორედ გაცნობიერებული არ აქვთ, შეიძლება იციან, იმიტომ რომ
ამ პრინციპის მიხედვით ისინი არ ცხოვრობენ. რაც შეეხება სახელისუფლებო და საერთოდ ნებისმიერ ურთიერთობას, რომელიც გითხარით, რომელიც ვერტიკალს ეფუძნება და ის რა თქმა უნდა დაზიანებული ბუნების გამო დაზიანებულია, მაგრამ სხვანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ასეთი ურთიერთობაა თვით ყოვლადწმინდა სამების სიახში, ოღონ იქ იერარქიული პრინციპი არ არის, თუმცა მორჩილებითი ცხოვრების პრინციპია, მაგრამ იქაც ერთიას საწყისი ყოფიერებისა მამა, რომლისაგანაც მარადიულად იშვება ძე და მარადიულად გამოვალ სულიწმინდა, ადამიანთა თანაარსებობა, ადამიანთა თანაარსებობა მარადიული, თანაარსებობა ერთმანეთთან და ღმერთთან სწორედ ამ ვერტიკალის პრინციპზე იქნება დაფუძნებული, სადაც რა თქმა უნდა თავში განკაცებული ძე ღვთისა, რომელიც მამის მორჩილებით ცხოვრობს, იმიტომ რომ ერთინება აქვს მამასა და ძეს და ამიტომ სასუფეველი, ანუ ზეციური სამეფო, სწორედ აი ამ გვარ თანაცხოვრებას გულისხმობს. და ქრისტე როცა მოდის ჩვეულებრივ ადამიანურ თანაცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ცოდვით დაცემის შემდგომ არსებობს, აი ამ მიწიერ სამეფოში ქმნის თავის სამეფოს, რომელ სამეფოშიც ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანისათვის, რომელიც მეტამორფოზას განიცდის შინაგანს, რომელსაც ჩვენ სინამდვილს უწოდებთ, ანუ მეტანოია ბერძნულად. და ამიტომ როცა მოდის ამ სამყაროში ადამიანთა ცხოვრების აი ამგვარ ურთიერთობაში, სადაც დიახაც ვერტიკალი არსებობს, მაგრამ ეს დაზიანებულია ადამიანის დაზიანებულობიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მე მოვედი აქ, მაგრამ აქ თქვენნაირი სამეფოს კი არ ქმნი. აი როგორც პილატეს ეგონა, რომ მიწიერ სამეფოს ქმნი და რაღა პილატეს მოციქულებს ეგონათ, რომ მიწიერ სამეფოს ქმნი და არამედ ამბობს, მე ვქმნი სამეფოს, რომელიც არაა ამქვეყნიურია, პილატესთან ხას უსვავს. მე უფეხარ შენ და დიახ, ანუ მეფე ხარო, დიახ, მაგრამ ჩემი მეფობა არაა ამქვეყნიურია. ამიტომ მე ჩემ მეფობას არ ვიცავ ამქვეყნიური წესებით. გესმით, არა ვარ საშიში თქვენი სამეფოსთვის, ფაქტობრივად ეს უთხრა. ქმნის სამეფოს, რომელიც სხვა პრინციპებზეა აგებული. ეს ცალკე თემაა და ამას ახლა არ ჩავღმავდები, ამაზეც ბევრი გვისაუბრია, თუ რა პრინციპზეა სამეფო აგებული. რომელიც იწყებს არსებობას ამ ქვეყნიური სამეფოს, ანუ ამასოფლის სულის მიერ შედგენილი სამეფოების და სამეფოს პარალელურად. ამიტომ ეკლესია არსებობს ამ ქვეყნიური ყოფიერების პარალელურად. მასთან ერთად თანაცხოვრობს, შეიძლება ასე ვთქვათ. და ერთადერთი რასაც აკეთებს, მას აქვს სულიერი და ზნეობრივი მამხილებლის ფუნქცია. ხმარო არ ამოიღოს იმითაც, მაგრამ თუ ხმას ამოიღებს, მხოლოდ ამ მიმართულებით. და ხმას ამოიღებს ას ნიშნავს, როცა ის ამბობს, რომ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორი უნდა იყოს ადამიანი და რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი. და გახსოვთ, რომ იან ნათლისმცემელი არანაირ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, მაგრამ როდესაც უზნეო ცხოვრობს მეფე და მეფესა მსგავსად უამრავი ადამიანი უზნეო ცხოვრობდა, მაგრამ იროდის იმიტომ ამხილებს, რომ იროდი რადგან მეფეა, ცუდ მაგალითს აძლევდა დანარჩენებს. ისე როგორც როსტომ ხანის დროს პატრიარქი ამხელდა როსტომ ხანს იმიტომ საქართველოში, რომ ის რადგან მეფე იყო, თუმცა გამუსულმანებული, მაგრამ ბაგრატიონთა მეფე იყო, არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა, ზნეობრივ მხარეს გულისხმობს ცხოვრებისას და ცუდ მაგალითს აძლევდა. ისე როგორც გრიგოლ ხანძთელი, ესე იგი ჩაერევა მეფის პირად ცხოვრებაში, მეფე ცუდ მაგალითს იძლეოდა ზნეობრივი თვალსაზრისით თავისი ქვეშევრდომებისათვის და მთელი ერის გაღწნას განაპირობებდა ეს. ამიტომ ის სამეფო, რომელსაც ქრისტე აარსებს, თავისი ყოფიერებით სულიერად და ზნეობრივად მამხილებელია, მაგრამ პირდაპირ ჯახში ესე არ მოდის. ესეთია ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავ. და ამას ხედავთ სახარებაში აი დღესაც. ხოლო ესმარა იესოს ვითარმედ იოანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეას. ნახეთ, იოანეს რო იჭერს იროდი და მე როგორ დამთავრდება ეს იცით, ამ შემთხვევაში უფალი ამბოხს არ აწყობს. არც ხმას არ იღებს, არც ამხილებს, უბრალოდ განეშორება. წავიდა გალილეად, მოშორდა იმ გარემოს.
მრავალი ადამიანი ამას ვერ იგებს ეს რას ნიშნავს. მაგრამ ამას სჭირდება სულიერი გაგება და სულიერი დანახვა. გესმით? იმიტომ რომ კაცობრიობა ქმნის თავის სამყაროს. კაცობრიობა ქმნის თავის სამყაროს, როგორც უფალი ამბობს, ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ თქვენი ჟამი ყოველთვის არის. ანუ ქმნის თავის სამყაროს და ამ დროის მდინარებაში ის თავის სამყაროში, შექმნილ სამყაროში რეალიზდება და აი ამ დროს მოდის ღმერთი, შემოდის, ქმნის პარალელურ სამეფოს, გნებავთ პარალელურ სამყაროს, რომელიც არა ძალადობით, არა ძალიან თვალსაჩინოდ, არამედ სხვანაირად ჩანს და მოქმედებს. აი როგორც უფალი ამბობს, სასუფეველი არ მოვა ისე რომ დაინახო ეგრე. სასუფეველი თქვენ შორის არის. ანუ სასუფეველი ღვთის მიერ დაარსებული სამეფო, ანუ ეკლესია თვალსაჩინოდ ესე არ ჩანს ხელმოსაკიდად. აზრები კი ჩანს და ცოდვილი მღვდლები, მაგრამ ის სამეფო, რომელიც ქრისტემ დაარსა, ის არ ჩანს, უფალი ხას უსვავს, ის არ მოვა ესე თვალსაჩინოდ. ძველ ქართულად ესე არ მოვა ზმნით, ანუ აი ესე რომ გეზმანება რაღაცა, რომ ხედავ, ესე არ მოვა. მას რწმენა ჭირდება, მას გულის სიფაქიზე ჭირდება, რომ დაინახო. და ის, ვინც ეკლესიაში ნამდვილად დგას, ნამდვილად და არა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად, ისვაც ეკლესიაში ნამდვილად დგას, მან დაინახა გულის უფაქიზესი მოძრაობით, რომ ეს არის ქრისტეს სამეფო. აი ეს დაარსა ზუსტად ქრისტემ. და მერე წერია, ერი რომელიც ხდა ბნელს საშინა. ეს რა სიბნელია? ეს არის სიბნელე ამასოფლის სულისა, რომელიც ქრისტეს ვერ ხედავს, რომელიც სულიწმიდა ღმერთს ვერ ხედავს და არც უნდა რომ დაინახოს. ეს არის ის სიბნელე და ერი რომელიც ხდა ბნელს საშინა და ჩვენ ყველანი სიბნელეში ვზივართ, იხილა ნათელი დიდი ღმერთი მოვიდა ადამიანის სამყაროში და რომელიც ხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა ნათელი აღმოუბრწყინდაბად. ანუ ღმერთი შემოვიდა ამ სამყაროში, რომელიც როგორც ადამიანი იწყებს მოღვაწეობას და ქადაგებს შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არის სასუფეველიცათა და იწყებს თავის სამეფოს აღმშენებლობას. მერე პავლე მოციქული იტყვის, გახსოვთ, რომ ჩვენ რასაც არ უნდა ღმერთმა ნიჭები მოგცა და ჩვენი ნიჭები უნდა მოვახმაროთ ეკლესიის აღმშენებლობას. ანუ ეკლესია ამ შემთხვევაში არა შენობა გესმით, არამედ ღვთის სასუფევლის აღმშენებლობას. ეს ძალიან ბევრ ამას მოიცავს, მაგრამ ამაზე ბევრი გვისაუბრია, ახლა აღარ ჩაუღმავდები. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ თანამონაწილე, თანამუშაკნი, ისევ პავლე მოციქულს დავესესხებ, ანუ ჩვენ პასიურად კი არ მოვდივართ ამ სამეფოში. ეს პასიური რაღაც ნომინალური წევრები კი არ ვართ. ჩვენ ამ სამეფოში შემოვდივართ როგორც ძალიან აქტიური წევრები. შინაგანი მდგომარეობა ქრისტიანს ესეთი აქვს, გულში ცეცხლი აქვს, სულით მდუღარია, მოუკლებელად ღვთისმაძიებელია და ეს ყველაფერი მას უაღრესად დადებითად განაწყობს და იგი მარადმხიარულია, შემოქმედია, მიზანსწრაფულია, ცხოვრების საზრისი გაცნობიერებული აქვს, იგი ღმერთის მეგობარია, იმიტომ რომ იცის ღმერთი რატომ მოვიდა და იცის მან რა უნდა გააკეთოს, ანუ თავად ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. შესაბამისად, ეკლესიის წევრი არ შეიძლება იყოს პასიური, ის მუდამ აქტიურია და თუ ეკლესიის წევრი არის პასიური, რა ვიცი, აბა ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ეს მკვდარშობილია. ეს მკვდარშობილი სიტყვა, ეს არის სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა. კი ბატონო, იშვა, მოინათლა, რწმენაც მიიღო, ეკლესიაშიც მოვიდა, მაგრამ აი დედა რომ მკვდარშობილს შობს. აი ესეთი მკვდარშობილები ვართო ჩვენო, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, როდესაც ვართ, მაგრამ თან არა ვართ. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ დღეს, ამ სამეფოს აღმშენებლობაში როგორ შეიძლება თქვათ მივიღოთ მონაწილეობა. თითოეულ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი. მადლი რა არის? ღვთის ენერგია. ქრისტეს ნიჭის ზომისაებ. ქრისტეს მიერი ნიჭის ზომისაებ. ქრისტეს საქმეს გამგზავრებლები ვართ. ანუ ჩვენ ეს მადლი ნიჭი მოგვეძლება არა იმიტომ რაც მოგვეხასიათება ის ვაკეთოთ, არამედ ქრისტეს საქმეს ვაგრძელებთ. ქრისტეს ნიჭის ზომისაებ მოგვეცა. რათა განამზადოს წმინდები, ანუ ჩვენ ვიწოდებთ წმინდანებს,
რატომ? იმიტომ რომ ვინ არის წმინდანი? ღვთისნების აღსრულებელი ადამიანი. გვამზადებს, ასეთებს ღვთისნების აღსრულებელ ადამიანებს და კიდევ მეორე ღვთისნების აღსრულებელი ადამიანი არ შეიძლება იყოს პასიური, იმიტომ რომ მასში არის ის ცეცხლი, რომელზეც უფალი ხაზგასმით ამბობს, ცეცხლისა მოვედ, მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ის აწვე აღეგზნას და ეს ქვეყანა ადამიანთა გულებია, როგორც წმინდა მამები განმარტავენ. აი ეს გამზადება ჩვენი ნიშნავს ამას, რომ ჩვენში ცეცხლი ინთება. ეს ცეცხლი არის ღვთის ენერგია ჩვენში ანთებული, რომელიც ღმერთის ჩვენთან მყოფობაა და ეს ნიშნავს, რომ ღმერთი თავისი ნებით არის ჩვენთან, რომელსაც ჩვენ ვიწყნარებთ და ჩვენ შესაბამისად აქტიურები ვართ. და განამზადოს წმინდები მსახურების საქმისთვის ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, რაც წეღანაც გითხარით. ეხლა საინტერესოა, სადამდე ვაშენებთ? აქ არის ორი რამ, ჯერ ერთი გლობალური კუთხით რო შევხედოთ, სადამდე და სანამ უფალი არ დაბრუნდება, მანამდე ეკლესია ფუნქციონირებს და მე არა მაქვს ის ფუფუნება, რომ ჩემი სულის გადარჩენა მოვიწყო, ინდივიდუალური. მე ამის ფუფუნება არა მაქვს. მე მაქვს ვალდებულება, როგორც მივიღე, ისე გავცე. მე უნდა გარდავიცვალო და ჩემი ადგილი სხვამ უნდა დაიკავოს, რომელიც ცარიერ ადგილზე კი არ მოვა, არამედ ჩემს მიერ ნამუშაკებზე მოვა, როგორც უფალი ამბობს, თესველი სხვა არის და მომკელი სხვა არის. გესმით? ანუ მე მაქვს ვალდებულება, რომ ქრისტეს საქმე არ გაჩერდეს ჩემთან და ჩემზე და ის უნდა გაგრძელდეს. ამიტომ გლობალური თვალსაზრისით, ესე იგი, ეკლესიის აღშენებლობა, ანუ ქრისტეს სხეულის აღშენებლობა, როგორც წაგიკითხეთ, ეს პროცესი გრძელდება უფლის დიდების დაბრუნებამდე, როცა მთლიანი სისავსე ეკლესიის, ანუ ადამიანებისა, ქრისტეს სამეფოსი გადავა მარადისობაში, მარადიული განვითარებისა და მარადიული გონება მიუწვდომელი ბედნიერებისათვის. მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ მე პირადად ასევე ცოცხალი უჯრედი და ცოცხალი აგური ვარ ეკლესიის სხეულისა და მე თუ მინდა ვიყო აღშენებელი ეკლესიის ორგანიზმისა და აქტიური წევრი, მე თავადაც ტაძარი უნდა ვიყო, ჩემში თავადაც ღმერთი უნდა ცხოვრობდეს, ჩემი პირადი მეტამორფოზა უნდა მიმდინარეობდეს, სადამდე და უფალი ამბობს. ყველანი ვიდრე მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას, აქ ერთიანობაზე საუბრობს. რწმენის ერთიანობა რას ნიშნავს? ის კი არა, რომ ჩვენ ყველას ვწამს მამა, ძე და სული წმინდა და განკაცებული ღმერთი, თუმცა სამწუხაროდ მრავალ მათგანს ჯერ კიდევ არ სწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთია, თვით ეკლესიის სამრელო წიაღშიც კი. ანუ თვალი ახილული არ აქვს, ვერ ხვდება ამას, ვერ აცნობიერებს ამას, ვერ უღმავდება ამას, ან არ აინტერესებს, ან ზედაპირულად ეკიდება, ან კმაყოფილია რელიგიური ცხოვრებით და იმის სიღრმეში, რომ პასუხისგებლობა აქვს და ჩაწვდეს, ეს არ იცის და ასე შემდეგ. ამიტომ რწმენის ერთიანობა სამწუხაროდ მშრალი დოგმატების დონეზეც კი არ არის ხოლმე ხშირად ჩვენ შორის, მაგრამ დოგმატებისში ერთობა როცა გვაქვს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რწმენის ერთიანობას. სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ძალიან უცნაურ სიტყვებს ამბობს. ის ამბობს ესეთ რამეს, რომ ой საშინელი განცვიფრება, ესეთ რამეს ამბობს. საკუთარი რწმენით ცდუნებულებს თავი ღვთის შვილებად მიაჩნიათ, მაშინ როდესაც ისინი ღმერთს არ იცნობენ. გესმით პრინციპი რა არის? ანუ რწმენა მაქვს და ეს რწმენა ჩემში სიკეთეს კი არ იწვევს. ცდუნდები, ანუ ხიბლის მდგომარეობაში მამყოფებს და მგონია, რომ ღმერთის შვილი ვარ და ღმერთს მამას ვეუბნები, მაშინ როდესაც მე მას არ ვიცნობ. და გახსოვთ ხო დიაგნოზი, განაჩენი უпростоრად სახარებაში. შენი სახელით უფალო შენს წინ არ ვიყავი კაცო, შენი სახელით შენს წინ არ ცხოვრობდი, არ გიცნობ მე შენ უფალიანობა. გესმით, ანუ როცა ჩვენ საუბრობთ რწმენის ერთიანობაზე, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ სასკოლო სახელმძღვანელოს მიხედვით ვიცით დოგმატები, თუმცა სამწუხაროდ ზოგმა ესეც არ იცის. სამწუხაროდ ადამიანმა არ იცის მამა, ძე და სულიწმინდა რას ნიშნავს, განკაცებული ღმერთი რას ნიშნავს, ეკლესია დაარსებული ქრისტეს მიერ რას ნიშნავს, მარადიული სიცოცხლე რას ნიშნავს, ადამიანის განხთობა რას ნიშნავს, კონკრეტით აღდგომა ადამიანისა
მკვდართა აღდგომა ადამიანების რას ნიშნავს? ადამიანებს ხშირად ეს წარმოდგენაც კი არა აქვს. არა და დაბერდნენ ეკლესიაში. მაგრამ ეს ყველაფერი რომ ვიცოდეთ, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ რწმენის ერთიანობა ის კი არ არის, რომ დოგმატებში ერთნი ვართ. რწმენის ერთიანობა ის არის, რომ ჩვენ ღვთისმშვილობაში ვართ ერთნი, იმიტომ რომ რწმენა თუ ღვთისმშვილობაში არ რეალიზდება, ამ ესეთი რწმენა, ესეთი დოგმატები ეშმაკმაც იცის, ეშმაკმაც უზეპირად იცის ნებისმიერი დოგმატი. რწმენა ნიშნავს ღვთისმშვილობ რეალიზებულ ღვთისმშვილობას და აქ ერთნი ვართ, აქ საერთოდ რამე ვართ, კითხვა რო გაჩნდეს, ხო? და არა და აი პავლე მოციქული ამას ამბობს, რომ ესე იგი ქრისტეს სხეულის აღშენებლობისთვის მსახურებთ, ვიდრე ყველანი მივახსენებთ რწმენის ერთიანობას და ღვთისძის შეცნობას, ანუ ცნობას, ანუ გაცნობას, ანუ პიროვნულ ურთიერთობას, ქრისტესი სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას. ვინ არის სრულყოფილი ადამიანი? იყავით სრული, ვითარცა ზეციური თქვენი მამა სრულარს. ვინ არის სრული? ვინც ქრისტეს მსგავსია. როცა წარვდგებით ღვთის წინაშე, ჩვენ დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორიც ის არის, იოანე მოციქული ამბობს. გესმით, ქრისტეს რაში ვართ ქრისტეს მსგავსი? სასწაულებს ვახდენთ თუ სამყაროში ვქმენით? სიმშვიდე, სიმდაბლე, უპირობო სიყვარული ყველა ადამიანისა, გულმოწყალება სრული. აბა გავართ ქრისტეს ამაში, ჩვენ ხო არა ვგავართ. და ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას, ანუ ფაქტობრივად ქრისტე რო ხარ, ოღონ არა ბუნებით, არამედ მადლით, იმიტომ რომ შენი ხვედრი საბოლოო რა უნდა იყოს თუ ღვთისშვილი ხარ? გაგახსენებთ ხო, რაც ხშირად გვითქვავს. დაჯექით მარჯვენით ჩემსა, ქრისტეს სიტყვებია, როგორც მე დავჯექი მარჯვენით მამის. გესმით? აი ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ცხონება, ეს არის სასუფეველი, ეს არის მარადიული სიცოცხლე, ამისთვის ვიმყოფებით აქ. მაგრამ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი რწმენა, რაც წეგან გითხარით, უნდა განსრულდეს ღმერთთან პიროვნულ ერთობაში, ჩვენ ღმერთი უნდა დავინახოთ და არ მოვიხიბლოთ, არათუ ჩვენი რელიგიურობით არ მოვიხიბლოთ, თვით ჩვენი რწმენითაც, როგორც არ უნდა ძლიერი გვეჩვენებოდეს, თავგანწირვამდე რწმენითაც არ მოვიხიბლოთ, იმიტომ რომ თავგანწირული რწმენაც ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ პავლე მოციქული გეუბნება ისეთი სარწმუნება რომ მქონდეს, რომ თავიც კი გავცე სასიკვდილოდ და თუ სიყვარული არა მაქვს, არაფერია ეს ჩემი თავგანწირვაც კი და სიყვარული აქ რა თქმა უნდა იგულისხმება პირველ რიგში ჩემი ქრისტესადმი სიყვარული, რომელმაც სრულად მაჩვენა სიყვარული, როცა ეს ჩემთვის მოკვდა, ხოლო ქრისტესადმი სიყვარული ეს მასთან ვისაც არ იცნობ, როგორ გიყვარს, ხშირად მithქვავს თქვენთვის. ეს უბრალო ერთგულება კი არ არის. ერთ-ერთი ერთგულებაზეა საუბარი, უბრალოდ ის არის. ჩვენი მხრიდან რო ვთქვათ, რომ ჩვენ ესეთი ერთგული, არ ვიცნობ, მაგრამ ესეთი ერთგული ვარ, სასაცილოა. როცა პეტრე იცნობდა და ვერ უერთგულა, არ ვიცნობ მაგკაცო. და მე პეტრეს უკვირს, რომ არ იცნობთ და როგორ გიყვართ, განსუფრებულია, გახარებულიც არის. გესმით, ვისაც მართლა უყვარს. თვითონ იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცნობდა, რა რთული იყო მისი სიყვარული და თქვა მასზე, მაგკაც არ ვიცნობო, სიკვდილის შიში. და კიდევ ვიმეორებ, მე ამბობს, არ იცნობთ და გიყვართ, თავის წერილში ამბობს. ხო და აი მე ვთქვათ, რას ნიშნავს, რომ მე მიყვარს თუ არ ვიცნობ, გესმით? როგორიც არ და ერთგულება, ხო კიდევ ვიმეორებ, რომელი ერთგულება? როგორ შეიძლება, რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტეს ერთგულები ვართ. გესმით? ეს რა ვიცი. ასე რომ ჩვენი პრობლემა არის, რომ მას ვერ ვხედავთ. შესაბამისად მისი სიყვარული აბარანერად შეგვიძლია და აი ლუკას სახარებაში დღესაც აღმოვიკითხეთ, როგორ ეუნება ბრმას ქრისტე, რა იგნებავს და გიყოს შენ? აი ეს რომ მე მეკითხება, თეოდორე, რა გინდა შენ? აი რა გინდა შენ? თავარი რა გინდა შენ? და მე უნდა ვიცოდე, რომ თუ ბრმა ვარ, არ ვიცი რა მინდა? არ ვიცი? მე ხო ვერ გხედავ ღმერთო შენ. და ამ დროს ეუბნება და ჩვენ ვეუნებით ამ უსინათლოსთან ერთად, უფალო რათა აღვიხილნე თვალნი. აი ჩვენი ყველაზე მთავარი მოტივაცია ღმერთთან ურთიერთობისა. ხოლო იესო რქვა მას აღიხილნენ
და რატომ აღიხილენ, რატომ არ მეხილება, რატომ ვერ ხედავ ქრისტეს, რატო ხედავდა სვიმონ ახალი ღვთისმოწყალე, რატო ხედავდნენ წმინდა მამები, გრიგოლ ხანძთელი, რატომ ვერ ხედავ? სარწმუნოება მან შენ გაცხოვნა შენ, აი ეს ცხელი, გუმხურვალე რწმენის გამო. გესმით, აი ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. და მეხსოვლად აღიხილნა და რო აღიხილნა რამერე წავიდა სადღაც თავისთვის არა, მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთს, ანუ ღვთისმსახურება დაიწყო იმ წამსვე. მისდევდა შემომიდექით მე, ანუ შეუდგები ქრისტესა, შეუდგები ნათლობის აღთქმა რო არის. ანუ შეუდგა ქრისტეს ღვთის დიდებით, არაფერს აღარ თხოვს, ადიდებს და შეუდგა და ადიდებს. აი ჩვენი გზა რა უნდა იყოს? შეუდგეთ და ვადიდოთ, გვიხაროდეს, მადლიერნი ვიყოთ. მაგრამ მანამდე უნდა გვინდოდეს, სხვა არაფერი, მარტო ეს რომ იგი დავინახოთ, ანუ მასთან კომუნიკაცია გქონდეს. და ეს უკვე აი ეს არის ის მისიონერული თავარი ინსტრუმენტი. რატომ არის რომ აგერ ამდენი ხალხი ვართ ეკლესიაში, მაგრამ ჩვენს გარშემო ქართველი ერი არ ქრისტიანდება, ან აი რაღაცა ძალიან ნელა და მძიმედ და არ ესმით და იმიტომ რომ აი ეს ღვთის დიდება, ასეთი გულწრფელი, უანგარო, ცეცხლოვანი ღვთის დიდება არ არის თვალახელილი ადამიანისა, იმიტომ როგორც კი ეს მოხდა, ყოველმა ერმა იხილეს და აქებდეს ღმერთს, ანუ გარშემო ღვთის დიდება დაიწყეს, როცა ესეთი რამე მოხდა. მაგრამ ყველაფერ ამის უწინ, რომ თვალი ამეხილოს და ეკლესიის აღშენებულობაში ჩემი წვლილი შევიტანო და მე თავად ქრისტეს საზომის ასაკს მივაღწიო და მას მივემსგავსო, ყველაფერი ამის საფუძველი არის ის, რასაც ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, პირველი ტიმოთეს ეპისტოლე არის ეს, ამბობს პავლე მოციქული. სარწმუნო არ სიტყვა და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამე თუ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. ამბობს დიდი პავლე მოციქული და გვეუბნება ხომ მობაძავ ჩემ დაიყვანით, მაგალითს გვაძლევს, გინდა რომ აღიხილო, გინდა რომ ქრისტეს ასაკის საზომს მიაღწიო, გინდა რომ სასופევლის მოქალაქე იყო, გინდა რომ მარადიულად იცოცხლო და ქრისტეს მარჯვნივ დაჯდე, ეს ყველაფერი იწყება საკუთარი ცოდვილობის განცდიდან, ანუ სიმდაბლიდან. არ იყვნენ გლახაკნის სულითა, არამედ თუ მათი არის სასופეველი ცათა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.